მოსახლეობას შეხვდა ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარიამ და პარტიის ლიდერმა გიგი უგულავამ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი შოთა ქურდაძე წარუდგინეს. ელენე ხოშტარიამ პარტიის სოციალური პროგრამის პრეზენტაციაც გამართა და მათი პოლიტიკური ძალის ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრა. ჩვენი სოციალური დაპირება 50 ლარიანი პენსიაზე დანამატი და ასევე სოციალური დახმარება 145-დან 500 ლარამდე. მნიშვნელოვანია გვესმოდეს სოციალური დახმარება, ეს არის აუცილებლობა და ჩვენ ზოგადად უნდა გადავიდეთ უნდა გავხდეთ ისეთი ქალაქი, რომ საერთოდ სოციალური დახმარება არ იყოს საჭირო და ადამიანებმა შეცვლონ თავისი შრომით არჩინონ თავისი თავი. ჩემთან მოდიან და ჩივიან რომ ესე იგი გაურკვეველი მიზეზების გამო ამათ შეუძლოთ ის დახმარებები რაც ქონდათ. ამათ ყველას მისამართების მიუხედავად რა თქმა უნდა ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ მე დავივლი მათთან ერთად იმ თანამშრომლებთან ერთად ვისაც ეს საკითხები ეკუთვნის, რა თქმა უნდა რაიონში და გავარკვევს ყველა და მივანიჭებთ იმათ მართლაც ვისაც ეკუთვნის.